სამოქალაქო აქტივობისადმი სტუდენტების დამოუკიდებულება თემაზე პრესკაფეში დისკუსია გაიმართა. ახალგაზრდების თავიანთი მოწესრებები ბათუმის მე-16 სკოლის დირექტორმა თამთა კვარაცხელიამ და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტმა ლევან კუტუბიძემ გააცნეს. მათი დაკვირვებით ახალგაზრდების ნაწილი საზოგადოებრივი მნიშვნელობის პასუხისმგებლობას გაურბის, ნაწილი კი ამ ტიპის აქტივობებში პოლიტიკური კარიერის დასაწყებად ერთვება. სამოქალაქო ღირებულებების უანგაროდ დამოუკიდებულების ფორმირება კი მათი შეფასებით ოჯახიდან და სკოლიდან უნდა დაიწყოს, რათა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში მას ჯანსაღი განვითარება მოყვეს. დისკუსია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით გაიმართა. მე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ეს თქვა იმ პროექტების ორგანიზება, რომელიც პირდაპირ მიმართულია სტუდენტებისადმი. სამწუხაროდ არ არის დიდი დაინტერესება ხოლმე და ძალიან გვიწევს რომ მარკეტინგულად ძალიან კარგად აგვიღოთ პროექტი, რომ მათი ინტერესი გამოვიწვიოთ. აქედან გამომდინარე შემიძლია დავასრულო, რომ არც ისე კმაყოფილი ვარ ეს თქვა სტუდენტთა აქტივობით. სამი რგოლი აღზრდის ადამიანში პასუხისმგებლობასაც, აქტიურობასაც და მოქალაქეს ზოგადად და ეს რგოლი კარგად ვერ მუშაობს. ოჯახში ახალგაზრდას არ ეძლევა თავისი აზრის გამოხატვის საშუალება, სკოლა არ ზრდის მასში კრიტიკულ აზროვნებას, ხოლო უნივერსიტეტში ამას ყველაფერს მიყვება ხოლმე და არ ცდილობს ამის გამოსწორებას, რადგან უპასუხისმგებლო ცხოვრება გაცილებით უფრო კომფორტულია ალბათ და 40 წლის დედიკოების ბიჭები და გოგოები ყავს.